მე ვარ გაბრიელ გიგიბერია 12 წლის. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კალათბურთი, ჭადრაკი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს კალათბურთის თამაში. კალათბურთი მიყვარს ბავშვობიდან. პირველად შევედი 7 წლის ასაკში, მერე გამოვედი და ისევ შევედი 11 წლის ასაკში. თამაშობ პროგრესის გუნდში და ძალიან მიყვარს იქაურობა. მე მყავს 3 მწვრთნელი, მიშა მასწავლებელი, ლუკა მასწავლებელი და ასლანი მასწავლებელი. ყველა ერთმანეთზე მხიარული და კარგი მასწავლებელია. ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ ცენტრში. კალათბურთი მომეწონა, იმიტომ ვიდეოები ვნახე კალათბურთის და შემიყვარდა. ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის LeBron James. საყვარელი გუნდია Lakers. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე პარკეტზე ყველაზე მეტად გამომდის შორიდან სროლა. გამოსასწორებელი მაქვს, ანუ 1-1-ზე რო ვთამაშობ და კარგად რო ბურთი გავუტარო და შევიდოთ რა სულ შორიდან ვისწრი. მე მინდა გამოვიდე კალათბურთელი და NBA-ში ვითამაშო. ბავშვობაში მე მინდოდა გამოვსულიყავი ხან ასტრონავტი, ხან პოლიციელი, ბევრი ვინმე მინდოდა გამოვსულიყავი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის ან უფრო დიდი, იმიტომ რომ სრულწლოვანი ვიქნები და მანქანას ვატარებ. ერთი სული მაქვს, როდის მეყოლება ჩემი მანქანა. დიდი ალბათობით 21 წელს გავხდები ვიყიდე შავ მერსედესს. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგია, კარგი მეგობრები მყავს და მიყვარს სწავლა. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი ითვლება? ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. მიყვარს ყველა მასწავლებელი, იმიტომ რომ ყველა კარგია და ყველა კარგად მასწავლის. მე ასევე მიყვარს ჭადრაკი და დავდივარ სკოლის წრეზე. სკოლაში ვისწავლე ჭადრაკი და ერთხელ აჭარის ჩემპიონატზეც ვიყავი გასული. მაგ შეჯიბრებაზე რამდენიმე თამაშის გამოტოვება მომიწია და ვერ დავიკავე საპრიზო ადგილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი საყვარელი ფიგურა არის ლაზიერი, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერია. უფრო კომფორტულად ვთამაშობ თეთრებით, რადგან თეთრები პირველი იწყებენ. ამ დროს მაქვს მეტი სვლა და მეტი დრო. ხანდახან სახლში ვეთამაშები ჩემ თავს და სულ მე ვიგებ. ჭადრაკს სერიოზულად არ ვუყურებ, მაგრამ აჭარის ჩემპიონობაზე უარს არ ვიტყოდი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ბებია. დაზმა არ მინდა უკვე, იმიტომ რომ მარტო ყოფნას მივეჩვიე. დედის ერთობაში კარგი არის, რომ მე მაგცემენ სულ ყურადღებას და ცუდი არის, რომ არ შემიძლია არავის ვითამაშო ან რაღაცა დრო გავატარო. მამა არის ჭკვიანი, მშრომელი, ვაჟკაცი, ძლიერი. დედა არის განათლებული, ლამაზი, ჭკვიანი, კარგი დიასახლისი, ზრუნველი, კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა და ყველანაირი საჭმელი. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გააკეთებს წვნიანს. ჩემი აზრით ცოლს მოიყო 23 წლის ასაკში. მე მინდა რომ ბევრი შვილი რომ მყავდეს, 2, 3 ან 4. ბიჭს დავარქმევდი გაბრიელს და გოგოს მარიამს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის NBA-ის თამაშის დასასწრები ბილეთები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე მაგარი კალათბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დედაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რო შეეძლოს, სად იმოგზაურებდი და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი მე-100 საუკუნის საქართველოში. ბედნიერება არის სიყვარული, მეგობრობა და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.